წინა პროცესზე მნიშვნელოვანი გარემოება იყო ის, რომ პირველი პროკურორი ცდილობდა თავის სამუშაო ლეპტოპიდან ჩაერთო ვიდეო, რომელსაც ჰქონდა ხმა, რაზეც ინფორმირებული ვიყავ იმასთან დაკავშირებით, რომ სასამართლოში წარდგენილ მასალებს და მათ შორის დაცვის წარდგენილ მასალებს არ ჰქონდა ხმა. ეს არის 14 წუთიანი ვიდეო, სადაც ზვია ცეცხლაძეს ბრალად ედავებიან იმას, რომ თითქოს და ორგანიზება განახორციელა იმ პროცესზე, მათ შორის ზვია ცეცხლაძის ინტერესებს წარმოადგენდი და აღნიშნულთან დაკავშირებით ჰქონდა საკმაოდ მნიშვნელოვანი პროტესტი, რომ არ ყოფილიყო პროკურორის ლეპტოპიდან ჩართული და მოითხოვეთ სასამართლოს ტომი და მომხდარიყო აღნიშნულის გამოკვლევა. ამან გამოიწვია ის, რომ თითქოს და ბრალდების ხარისგან ჰქონდა ესეთი რეპლიკების ადგილი, თითქოს და რა მნიშვნელობა ჰქონდა, საიდან იქნებოდა გამოკვლეული და თითქოს და რაღაცნაირად ვცდილობდით, რომ მოგვეტყუებინა ან გაგვეჭიანურებინა. საბოლოო ჯამში პროცესი უნდა გადადებულიყო, მაგრამ მოთხოვნა იყო, რომ იქამდე არ გადადებულიყო პროცესი, სანამ მე არ ვნახავდი ამ ვიდეოს, იქნებოდა თუ არა ხმა. ჩაირთო ეს ვიდეო და აღმოჩნდა, რომ ხმა არ არის. დღევანდელ პროცესზე მნიშვნელოვანი იქნება ის, რომ სავარაუდოდ ბრალდების მხარეს შეეცდება მოიყვანოს არგუმენტები, თუ რატომ არ აქვს ხმა მის ვიდეოს და რატომ უნდა იქნას ეს გაზიარებული, რასაც რა თქმა უნდა ვერ შეძლებს. ასევე მნიშვნელოვანი არის, რომ ბატონი ლევანის დაკითხვა გაგრძელდება ამ პროცესზე და ორი კიდევ დანარჩენი სხვა მოწმე იქნება სავარაუდოდ შესაძლო დაზარალებულად. ფიზიკურად შეუძლებელია აღნიშნული ჩანაწერის მიხედვით ვიმსჯელოთ ზვია ცეცხლაძის პირის მოძრაობაზე და შემდეგ მისი საუბრის შინაარსზე. ამდენად შესაბამისად ეს მტკიცებულება არ უნდა იყოს გამოყენებული და ერთი კიდევ ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენთვის აღნიშნული მტკიცებულება ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რადგან თუნდაც მისი შინაარსიდან გამომდინარე მიგვაჩნდა თუ ასეთი გახდებოდა გასაჯაროვდებოდა, რომ ეს პირდაპირ არ ადასტურებდა კონკრეტულ ფაქტს, თუმცა სასამართლოში წარმოდგენილმა მტკიცებულებამ დაადასტურა, რომ მის თავისი ხასიათით არ არის ინფორმაცია.